საყვარელ ღორჯუმში ვარ, მაღალმთიან აჭარაში. და რა ბედნიერება რომ ნინო გვერდზე მყავს, ემოციების გამზიარებელი. ზურა ჩვენ ეხლა ვართ ნამდვილ ტრადიციულ სოფელში, როგორც წარმოგიდგენია და როგორიც იყო. თავისი სახლებით, არქიტექტურით, როგორი მოვლილი ბაღებია, მე ესეთი პოსტები არ მინახე დიდი ხანი. აი იქეთ ნახე რა სილამაზეა. ყანები, ამ ტყეები ნინო ნახე, ამ ტყეებს ამ ხალხისთვის დაცვის ფუნქციაც აქვს. აჰა. ეს ღორჯუმლები ამ ყველა ხეს უფრთხილდებიან რომ სოფელი იყოს ირგვლივ ზვავისგან დაცული. და ასეთი მოვლილი ყველა მტკაველი მე არ მინახე ასეთ სოფელში. თუმცა ესენიც უჩივიან მიტოვებულს და ახალგაზრდების მიგრაციას და წასვლას, მაგრამ ჯერ კიდე შემორჩენილია. 170-მდე ბავშვი ყოფილა სკოლაში. კი. და როგორი რთული რელიეფია. ნახე ფანჯრებში დაროშკები გადმოფინეს. ჩვენ გვეძღვნება იქ. პატივისცემის ნიშნად სტუმარს რომ პატივისცე, ასე გადმომიფენენ რომ დამანახო. ცოტა შემახარბონ. კი. დაინტერესონ. ზურიკო, მე ავდენი ახალ მშენებლობა ქართულ სოფელში არ მინახე რაც აქა. იცი მე არ მიხარია მაგიამ. თვითონ კი უხარია აქაურებს, მაგრამ მე არ მიხარია და რატომ? ამ ხის სახლებს შლიან, ამ ძველ ტრადიციულ სახლებს შლიან და ბეტონის სახლებს ახალ მისაგნას აშენებენ. ხო, მაგრამ მაინც რაც იხარჯება მაგ ემოცია თუ ფინანსები თუ ის ყველაფერი ხო მაინც დამკვიდრებისკენ არის და ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ იმ ხის სახლებს ჭირდება ზამთარში მოვლა, დათოვლა. და რადგან წასულია ბევრი, ურჩევნია ორ სახურავი, ორფერდიანი სახურავი დააფაროს თავისით და ჩამეიცალოს თოვლი. აჰა. ან რა კარტოფილი მოყავთ, ან რა ლობიო მოყავთ, ან რა სტაფილო მოყავთ, ან რა კეჟერაფხალი მოყავთ, ან რა ლობიოები მოყავთ. ერთი მეორეზე როგორი ხაპებია, იცი ნამდვილი გურიაში რომ გაქრა. მშრალი, მე რომ აქ ჩემი ხაპები აქიდანა. მშრალი რომ ყლაპავ და ვერ ყლაპავ. ზურიკო და მე მგონი ის ქართული ჯიშები არის აქ მაინც შემონახული და გადარჩენილი. ყველაფერი რაც დაკარგულია ბარში, აქ ჯერ კიდევ არის. ის ჩვენი გურული ჯიშები რაც იყო ხეჭეჭურები, ნაცარამს ვაშლი, დემირა ვაშლი, რასაც მიტირით, იქ თითოეულია დარჩენილი და აქ ჯერ კიდევ არის. როგორ უყვართ ერთმანეთი, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, როგორ აქვთ საქმე განაწილებული. სტუმარს მისი რიზღი და ბერეკეთი, მისი მოაქვს თან 100. ეს რას ნიშნავს? სტუმარს მისი ხვავი და ბარაკა 100 მოაქვს თან. იმ 100-დან ერთს თვითონ შეშჭამს, დანარჩენს შენთან დასტევს, გეიარს და წევა. როგორი სიყვარულია. დატიე რამე მოუთხრელი ადამიანი. აი, რა მოგივიდა, თაიგული გავაკეთო, მინდა რომ წავიღო აქაური სურნელი. არ დატია, მოუბღნა, გამოვსებული აქვს ბაგაჟნიკი. ჰელი მინდორი არის, სავსე პიტნი. იცი რა სუნიტრიალე. დაუკრიფე წეღან, ან როგორი ბეღლები უდგათ. საოცრად აქვს განაწილებული, მაგრამ 10 წელიწადში ღორჯუმში მე რომ აქ ჩამოვედი 20 წლის წინ, ერთი ცალი ბეტონის სახლი არის და ყველა ხის იყო. ახლას ხის ამ ულამაზეს სახლებს ნახე რა მისი ლამაზია შეხედე. რაფერი სახლია წაბლის, გასანსალებული 3 სართული. გაწკრიალებული შეხედე. შორს აქვს სარაბახები გადმოსული, სახურავი, დიდი თოვლი რომ იცის, კედლები რომ არ დასოლდეს, ნახე. რაფერი აქვს შემოჭიკჭიკებული ირგვლივ. პატარა ფენჯერები, თვითონ ასე ეძახიან, ფენჯერები. ბოსტანში შევიდეთ და ყანაში რანაშრომი აქვს, რძალს. დედამთილი მთაში ყავს, საქონელთან ერთად. რანაშრომი აქვს, ერთი შევხედოთ. ნინო უკვე შეგრიალდა ბაში, ვერ დავაკავე ბოსტანში. ნინო შეიჭრა ლობიებში, ვერ გამომყავს ყანიდან. გადარია ქალები. მეჯახვის. იმფერია, ბავშვობის მერე რომ არ გამიშინჯა. ნახე რა ფერი კიტრები აქვს. და სასწაულია, რანაშრომი აქვს. ნახე რა ჯერ ალამაზია. კიტრების სუნი იდგა რომ შემოვედით ბაღჩაში. არაფერს ასეთი არ აქვს, ყველაფერს ნაკელია. წამოაქეთ აბა რაღაცას გვაჩვენებთ კიდე. ერთი მოაბრუნე, კამერა რა ტყეში ცხოვრობენ შეხედე. რამხელა ტყეია ირგვლივ. თქვენ გეიხარეთ და გამრავლდით და გაძლიერდით რაფერი ხალხია ნახე. ამას ქალიშობა ყველას. კაცები თიბავენ ჭალებს თივისთვის. ქალები ამ ბოსტნებს და ყანებს ყველას ქალები შობა. რაფერი ახალგაზრდა გოგოა ნახე. ჩვენ ძვილად ჩამოვიდა, თვითონ ჩამოფრინდა.
ჩები შენ გადაწყვიტე? მინდა დავრჩე ხო. კრეფაზე მაინც მოვეხმარები. მე ხანდახან ჩამოვალ, ხანდახან. კრეფაზე მოვეხმარები, კრეფაზე. მაგი მეხერხება კარგად. ხანდახან ჩამოვალ და ჩავწეროთ გადაცემები. სიამოვნები. კარგად იყავი, ნახვამდის, კარგად მზადდებოდი. ვაიმე რასუნი ტრიალებს, აქით პამიდორის, იქეთ კიტრის. მოკრეფა უნდა, პირდაპირ. ეცა იმას პირდაპირ მოკრეფას, ამას დარგვა რომ უნდა, თოხი რომ უნდა, წყალი რომ უნდა, წამალი რომ უნდა, შესხურება რომ უნდა, შაბი ამნით, იგი არ ახსოვს. რომ მკითხო რჩება. კაფე ლობიებია. რას ხიაჭერ? ამ ბარჯებზე სახვი გაგბო, გაკ. ელვა უნდა, ელვა. არ დატიებს აფერს გამოუძიებელს. იმ ფერ შეკითხვებს უსვამს ამ ქალებს, რომ მე მცხვენია და გავდივარ იქით. ყველაფერი აინტერესებს, შკაფებში რა უწყია აინტერესებს და ასე მივადა შეხედე, აფერი გამოძიებებს ატარებს ნახე. იგენი კულტურულად ეუბნებიან, არ ვიცით, მაი არ ვიცით, ასე ეუბნებიან და შეხედე. აბოია ბაში უნდა გავძრეთ. რაფერას ხია ლობიებს ნახე. ხაშარი ქვია მაგას. დუსევი ხაშარი ვაჭარელი ინტვის. აი გაძველი რაფერი ფარდაა ნახე. შავაძე ზევინა. ნინო ვერიარება და დარჩენა უნდა. რაფერა მოვალ გაჩვენებ ახლა. რომ გეკითხარ რჩებოდა ყანებს თოხნი და